მე ყველა პროფესიას პატივს ავცებ, მაგრამ მარტო იცით აი ამ ეგრეთ წოდებული პეროგარჭობილი ინტელიგენციის წარმოჩენა, რომლებიც ყველა გადამწყვეტ მომენტში ყიდიან ქვეყანას, მე არ ვიცი, აი ხა თქვენ დაინახეთ, რომ როდესაც კრიტიკული მომენტები იყო, სახელი და გვარების დასახელებაც არ არის საჭირო, თქვენს კარგად ხვდებით, სად იდგნენ ეს ხალხი. აი ბოდიში და სადაც ფული არის, ისინი იქ არიან და ქვეყნის ინტერესებს საერთოდ არ უყურებენ. და ამიტომ მართლაც სწორი არის, რომ აი ეს ბოლო წლები რაც გადაიტანა ჩვენმა პოლიციამ, გადაიტანა ჩვენმა ძალოვნებამ, ამას მართლა ჭირდება დაფასება, იმიტომ რომ აგინებდნენ, ლანძღავდნენ ამ პოლიციელებს, ლაფშისვრიდნენ და პოლიცია იდგა მედგრად. მე მადლობა მინდა უთხრა თვითონ ხელმძღვანელობას, ვინის ყველას, ვინც კი აი ეს განახორციელა, რომ ქვეყანაში ყოფილიყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ ამ პროცესებმა მიგვიყვანა სამშვიდობოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ამ წოდებს. ახლა როგორია, რომ აი ესეთი მუდმივი სტრესი, ერთი შეცდომის არავინ არ გაპატიებს და ამაზე უნდა იყოს მართლაც გარკვეულწილად აქცენტები, რომ ხვალ და ზეგ იგივე ამ უწყებებში ადამიანებმა წასვლის სურვილი გამოთქვათ. ჩვენ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი გახსოვთ ალბათ სააკაშვილის დროს იყო კლიპებს იღებდნენ შსს-ზე, იღებდნენ. კი, მაშინაც იყო იქ პატრიოტსანი ხალხი შეიძლება, მაგრამ გვახსოვს რისთვის იყენებდა პოლიცია სააკაშვილი, რა საშინელებებს აკეთებინებდა. დღეს ეს პოლიცია საშინელებებს კი არ აკეთებს, ქვეყანას იცავს. და რასაც ეგენ ითმენენ, იქ მართლაც ეს არის რავი, ენით აღუწერელი როგორია, რომ აი რა პირტიტველა გოგო ბიჭები ლანძღავენ, აფურთხებენ ამ პოლიციას და ეს ყველაფერი გაუძლო შენ ამას. და კაცი რომელსაც აი ხა გინდაც ის აჭარის პოლიციის უფროსი, შეურაცხყოფა მიაყენეს, სახეში გააწდეს სილა. და ესე იგი ეს ამაღლობელი წარმოაჩინეს იმათ რა, რაღაცა გმირად. სირცხვილი არ არის, მე იმ ჟურნალისტებს აი მყავს სოციალურ ქსელში მეგობრება და აი უყურებ და როდემდე აი სადამდე უნდა დაეცეთ მართლა რა. აი რა ვერ გავიგე, რანაირად არის გმირი ეს კალი პოლიციას რო უთავაზ და მე კიდე აბსურდს რო ლაპარაკ ვითომ შეაფურთხა. მაგისი დამამტკიცებელი რო გქონდეთ თქვენ აქამდე ხო თავს წავჭავდით თქვენ. შეიძლება ესეთი მოიგონო ყველაფერი ადამიანებზე და დიახ უნდა უკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის ვინც პოლიციაზე ხელს აღმართავს. ეხლა პოლიციელიც ეხლა მამა აბრამის ბატკნები და ანგელოზები კი არ არიან კაცო, შეიძლება ვიღაცა შეცდომა მოუვიდა. თუ მოუვიდა, ადე კიდე გაასაჩივრე კანონიერი მეთოდებით იბრძოლა. ეხლა ვიღაცა არ მოეწონოს და ეხლა იქ სილა გააწნას, ეგრე ხო ქვეყანა ჩამოიშლება. სად გაგონილა ეგეთი რაღაცა? ამიტომ აუცილებელია რომ ქვეყანაში ყველა პროფესია იყოს დაფასებული, განსაკუთრებით ის, რაზეც დგას ეს ჩვენი ქვეყანა. ეხლა აი ამ ტოქ-შოუებში რო იწევთ, კაცო, ამ ბოდიში და 9-ჯერ გათხოვილ ქალებს და 8-ჯერ ბოდიში და რაღაცა საშინელება გაკეთებოს. ეხლა რა ვიცი მე, ერთხელ გათხოვება, კაი, ადამიანი შეიძლება შეეცდეს 2-ჯერ, მაგრამ ეხლა 9-ჯერ გათხოვება, უკვე ბოზობაა. და რას გვაყურებინებთ ამ ყველა დღე ამ ბოზებს რა? თა ყოყვებიან ყველა თითეული თავის ქმარზე ვის და რა გურთიერთობა ქონა და მე ბოდიში და ამაზე მე ამაყობენ რომ მე ადარებენ ერთმანეთს ვის უფრო როგორ რაღაცა და რანაირად რა უბედურება რა არის. აი მოიყვანეთ რავალშვილიანი ოჯახების სტუდიაში, მოიყვანეთ ის პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცნაზელები და წარმოგვიდგინეთ და გვაჩვენეთ ეს ხალხი, კაცო. დავიღალეთ უკვე ამ ბოზების ჩვენებით, რა უბედურება რა. დრამეში მაინც ადგებოდნენ ქვეყანას რა. ხან სააკაშვილის ლოგიში იყვნენ, ხან ბოდიში და იმას რა ქვია, შევარდნაძეს იყვნენ კლავებზე ჩამოკიდებული და ესენი უნდა ჩვენ განვადიდო თურმე და აღმატებულად ვილაპარაკო. უნდა მოეხსნათ ყველაფერი დაფინანსება ამ ადამიანებს და მოეხსნათ ყველანაირი პრივილეგიები, იმიტომ რომ პირველი ვინც იდგა იქ აი ამ ქვეყნის დამაქცევრებთან აი ეგენი იყვნენ ზუსტად იქ ხوار და არავინ არ უნდა დავიწყებას მიეცეს. ვინც აი ამ ძნელბედობის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ აი ეს ბოდიში და ადამიანები რო ყავს ჭოლა, აი ეს კახუჩელა, მახუჩელა, ჭურჭუმიები, ეს თეატრისა და კინოს მსახიობები, არავინ დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ესენი ყველა უნდა ახსოვდეს ვინ უღალატა საქართველოს. ჩვენ რო ერთხელ ვაპატიეთ ამ ნაძირლებს,
ორჯერ ვაპატიეთ, იმიტომ არის, რომ ეს სისტემატური ხასიათი მიეცა და თან მე ესეთი იდიოტობა მე არ გამიგია, კაცო, ადამიანები ქვეყანას ღალატობენ და აი თვითონაც არაფერი, ეს პრივილეგიები აქვთ, ეს მანქანები აქვთ, ეს ბინები აქვთ, ყველაფერი აქვთ და ეგერ ის განათლებაში დასაქმებული ადამიანები კაპიკებს ღებულობენ მაგთან შედარებით. რა პრივილეგიებით სარგებლობენ, კარგად ვიცით. ამიტომ უნდა შეიცვალოს მიდგომები, მეგობრებო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცი ეს ქვეყანა ჩამოგვექცევა. არ შეიძლება ყველა პროფესია უნდა იქნეს დაფასებული. მე ეხლა ამ ინტელიგენციაზე რო ვლაპარაკობ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავდე, რომ იქაც არის ღირსეული ადამიანები, მაგრამ არ შეიძლება მარტო ტელეეკრანებზე ჩანდნენ ეს ხალხი მარტო. გინახია თქვენ გამოჩენილი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამოჩენილი მაგალითად პედაგოგი, რომელიც აი დიდი გინახია თქვენ ეგ იმაზე, რა ქვია, ტელეეკრანებზე. რატო? რა ესენი არ არიან ქვეყნის პატრიოტები და სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანები? მე რა რომ ვიღაცა კლიპს არ აკეთებ, კლიპსაც კიდე თორე რამეს ღირებული შეიქმნა. აი ხა სასწაული არა, გუშინ უყურებდი რაღაც აი რაც ამ ბოლო პერიოდში აი 30 წლის მანძილზე ფილმები შეიქმნა, ალბათ 1-2-3%-ია რაღაცა ცოტა ღირებული როა. აი 97% არის ნაგავში გადასაყრელი ამ ფილმებისა. რაში დაიხარჯა ფული და იმიტომაც არის რომ აი ესეთი თაობა რო წამოვიდა, მე ამ თაობას მიმართ ახალგაზრდებზე პრეტენზიები არ მაქვს, მე მაქვს პრეტენზიები აი ადამიანებთან, რომლებმაც აი ამას მისცეს საფუძველი რომ შექმნილიყო გარყვნილების პროპაგანდის ინსტრუმენტები და ამას საფუძველი დაუდო განათლების სამინისტრო. მე დიდი იმედი მაქვს რომ აი რაღაც ცოცხით გამოყრიან განათლების სამინისტროდან იქ ხალხს. ცოცხითა და პოლიჯოხით. არც ერთი გასაჩერებელი არ არის და ჩვენ რო გქონდეს სახელმწიფო დასაჭერებიც არიან. იმიტომ რომ მათ აუთეს წვანეშუქი საქართველოში განათლების სისტემის ნგრევას. დღეს საქართველოში ბავშვებმა წერა-კითხვა არ იციან სკოლებში. და შემოიტანეს რაღაცა სულელური მეთოდები, რაღაცა ისეთი იდიოტური მეთოდები დანერგეს, რომელმაც საქართველოში განათლების სისტემა მოკლა. აი გახსოვთ ალბათ თქვენ ჩაის გადარჩენის სურვილი თვითონ შემოვიდა საქართველოში გერმანული კომპანია მარტინ ბაუერი და მთლიანად გაანადგურა ჩაი. აი ეს უნიკალური სახეობა. მოსპო ჩაის ფაბრიკები განადგურდა, ჩაის საერთოდ პლანტაციები გაქრა. იგივე გაკეთდა აქაც. შემოვიდა ეს ამერიკული მეთოდი, ბოლონიის სისტემაზე გადავედით, ვითომ ესე იგი საქართველოში აქამდე განათლებული ხალხი არ იყო. ერთი მაინტერესებს აი ეს ეგრეთ წოდებული, აი ეს ამ სისტემა გავლილი ახალგაზრდებმა რამე ღირებული თუ შექმნეს. შეადარეთ აი იმ საბჭოთა ეპოქის განათლება სისტემა, განათლება მიღებული ადამიანები და შეადარეთ ესენი. რომ თავი წამჭამეთ უცხოეთში რაღაცა ისწავლა მაინტერესებს ამ უცხოეთში დამთავრებულებმა რამე გააკეთეთ თქვენ? რამე შექმნით ისეთი, ვიდრე აი იმ საბჭოთა განათლების სისტემაში შექმნილმა ადამიანებმა. შეადარეთ ერთი რა ქვეყანა შექმნეს იმ ხალხმა და თქვენ რა თქვენ შექმნით ქვეყანა, რომელიც ბოდიში და ამორალური, ყოვლად ესე იგი გააღწნილი სისტემა. ბევრი რამეა შესაძლებელი მეგობრებო და ვისურვებდი რომ ცოტა დაჩქარებულ ტემპებში მოხდეს ამ ყველაფრის ცვლილება, იმიტომ რომ დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. აგერ გაგვეზარდა თაობა, რომელიც აი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან კი არ გამოდის ამერიკის და ევროპის ინტერესებიდან. იმას კი არ ფიქრობ საქართველოს რავდა. მე ევროპელი ვარ. თუ გინდა ევროპელობა წადი შვილო, მე ქართველი ვარ და საქართველოში მინდა ყოფნა. შენ თუ თვლი თავს ამერიკელად და ევროპელად, მაშინ ამ ქვეყანაში ნუ იცხოვრებ. არ გინდა შენ ამ ქვეყანაში ცხოვრება მაშინ. და ბევრი წილად უნდა გადაიხედოს კიდე ამ შობლებს მინდა მივმართო რა. აი ამ ჭეკლასის უნივერსიტეტებში რო უშვებთ ამერიკაში და ევროპაში, თქვენ გონიათ იქ რამე ცოდნით მოდიან? ამერიკაში და ევროპაში არის სულ რაღაც ცითებზე ჩამოსათვლელი უნივერსიტეტები, სადაც არის კი ბატონო სწავლა. მაგრამ დანარჩენი იქ ისეთი უნივერსიტეტებია, საერთოდ არ ზღირს იქ ადამიანის გაგზავნა. და ამის დათელი დასტური აგერე აი ჩვენი ქვეყანა რა შეძინეს ამ სახელმწიფოს იმ ხალხმა, ვინც იქ ეს უნივერსიტეტები მოიარა, რა შეძინეს? არაფერი. პირიქით უარესობისკენ წავიდა ჩვენი საქმე.